სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის. ყველას მოგილოცავთ ხარების საუფლო დღესასწაულს. დღევანდელ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მთელს კაცობრიობას ეხარა, რომ სამყაროს სწორედ ქალწული მარიამისაგან მოევლინებოდა სამყაროს მხსნელი. ეს არის ის სასიხარულო ცნობა, რაც რითაც შეიძლება რომ თითოეული ადამიანი გადარჩეს და ცხონდეს. თუ ამას გამოიყენებს სწორად და თუ თვითონაც გამოეხმაურება ღვთის აი ამ განგებულებას. უჩვენოთ არაფერი არ იქნება. ჩვენი მცდელობის გარეშე არაფერი არ იქნება, რა თქმა უნდა. იგი წმინდა მამები ასეთ რამეს ადარებენ, რომ ფრინველს ორი ფრთა აქვს, ესე იგი ერთი ფრთით ვერ იფრენს. და არსებობს ღვთის ნება, რომელსაც ნებავს ადამიანის სულის გადარჩენა და უნდა იყოს ადამიანის ნებაც ასეთივე. ადამიანსაც თავად უნდა უნდოდეს გადარჩენა. ქალწული მარიამი, როდესაც ტაძარში იზრდებოდა და შემდგომ როდესაც მოხუცებულ იოსებს მიაბარეს საპატრონოდ, ის არ იყო მეუღლე, ის არ იყო ქმარი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მაშინ ის კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველის წიგნს, სადაც იყო ნათქვამი, რომ ქალწული მიუდგეს და შვესზე და უწოდა სახელი მისი ემანუელი, რომელიც თარგმანით ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი. და წარმოიდგინეთ ახლა ეს ქალწული მარიამი ამას კითხულობს და ფიქრობს, რომ ვიღაც იქნება ისეთი ქალბატონი, ისეთი ქალწული, ვისგანაც ღმერთი ადამიანად მოვა ამ წუთის ოფერში. მაგრამ ის ვერაფრით ვერ წარმოიდგენდა მისი სიმდაბლიდან გამომდინარე, საკუთარ თავზე ვერაფრით ამას ვერ წარმოიდგენდა, არამედ იმას ფიქრობდა და ნატრობდა, რომ ნეტავი იმ ქალბატონის მსახური, მხევალი ყოფილიყო. და სწორედ აი ესეთი სიმდაბლის გამო, რადგან მას ეს სიმდაბლე ჰქონდა, რადგან მის მშობლებს ესეთი სიმდაბლე ჰქონდა, სწორედ მისგან ინება ღმერთმა, რომ სამყაროს როგორც ადამიანი ისე მოვლენილი. წარმოიდგინეთ, ეს საოცარი ამბავი. და სწორედ მაშინ, როდესაც ის ამას განიზრახვიდა და შენატროდა იმ ქალბატონს, ვისგანაც ღმერთი ადამიანად უნდა მოსულიყო, სწორედ ამ დროს გამოეცხადა მას მთავარანგელოზი გაბრიელი და ახარა, იხარო და მიმადლებულო უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. და ეს არის სწორედ დღევანდელი დღის მნიშვნელობა, რომ ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს და თითოეულ ჩვენთაგანს ეხარა სამყაროს მხსნელის მოვლენები. აი ჩვენ რო დავაკვირდეთ ახლა თუნდაც ჩვენი დღევანდელი სტუმრების სამოსს რომ დავაკვირდეთ, ეს ქართული სამოსი ალბათ ყველანაირად მოწესრიგებულია, გინდა ვაჟისა ვთქვათ და გინდა გოგონასი. იქ არაფერი არ არის ზედმეტობა, არაფერი არ არის ისეთი, რაც ვინმეს აცდუნებს, შეიძლება ესე რომ ვთქვათ. არამედ ის არის ყველანაირად აი ხატებს რომ შეხედავ, ხატებზე რომ გამოსახულია შესამოსლები, დაახლოებით ასეთი არის ქართული სამოსი. ყოველგვარი ზედმეტობისაგან დაცული. სისადავით გამორჩეული. ამ სამოსში ჩვენი ისტორია მოჩანს, ესე იგი, ჩვენი აი სარკეში რომ ჩაიხედები, იქ ჩვენი ისტორიის ნაწილს ნახავ, ჩვენ წინაპრებთან კავშირს აღმოაჩენ. მე ახლა რატო ამბობ, არ იფიქროთ ამ თემას გადაუხვე, მე მივალე სათქმელამდე რაც მინდა. ესე იგი, მე თავად ცეკვას რომ შეხედავ, როგორი ურთიერთობა ადამიანებს შორის, ვაჟსა და გოგონას შორის, როგორი ურთიერთობა, როგორი მოკრძალება, როგორი სისუფთავეა ამ ურთიერთობებში.
ეს ჩვენ შეიძლება ესე გარეგნულად ამ სამოსით ვართ, მაგრამ ეს ქართული სულისკვეთების გამოხატულებაა და ასეთივე უნდა იყოს ადამიანის შინაგანად. აი ესე შემოსილი, სათნოებებით შემოსილი, ღირსებით შემოსილი, თამდაბლობით, მოთმინებით, სიყვარულით, თუ მიტევებით, თუ თავგანწირვით. რა თქმა უნდა, ეს გარეგნული სამოსის შეკერვა უფრო ადვილია, გაცილებით ადვილი, ვიდრე ის, რომ ადამიანმა შინაგანი შეიმოსის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რომელიმე თქვენთაგან, აი ამ მოცეკვავითაგან დახეული სამოსით რომ გამოვიდეს სცენაზე, ის მარტო თავის თავს კი არა, სხვებსაც შეარწმუნს ამით. თუ ესე დაუდევრად აი ჭვიჭვიანი სამოსით გამოვიდა. განა იმიტომ რომ იმ წუთში დაესვარა, იმიტომ რომ ერთი კვირის წინ დაესვარა და არ იფიქრა ამის გასუფთავებაზე, ხო შეარწმუნს, მეორეს გვერდზე მდგომს, ხო შეარწმუნს, არა? ეს მარტო შენი სიცხილი ხო არ იქნება, გვერდზე რო გიდგას მისცაც ნელი იქნება. და ეს მარტო თქვენი ანსამბლის, რომელსაც სამება ჰქვია, ხო სწორად ვამ, ეს მარტო თქვენი ანსამბლის შეცვენა კი არ იქნება, არამედ იქნება შეცვენა სხვა მოცეკვავეებისაც. იმიტომ რომ თქვენ ფაქტიურად ერთი ოჯახი ხართ მაინც ყველა. ეს შეიძლება აისახოს იმაზე, რომ თქვენი ქალაქისთვის იქნება ცუდი, იმიტომ რომ თქვენ ნაწილი ხართ თქვენი ქალაქისა თუ თქვენი სოფლისა. ნაწილი ხარ თქვენი ქვეყნისა. აი სადმე რომ გადიხარ უცხოეთში, შენ რომ ასე შემოსილი გახვალ მოუწესრიგებლად. იქ გიტყვიან რომ აი სხვებიც ახლა საქართველოსდან ჩამოვიდნენ და როგორი ან მოწესრიგებული, ან მოუწესრიგებელი, ხო რაღაცა სიტყვა, რაღაცა სტაბილურობას ხო დავტოვებ, ხონაერად არ იქნება. და ჩვენ ესე იგი ჯერ ჩვენი ოჯახიდან გამოვდივართ, მერე იმ ჩვენი გუნდიდან, ჩვენი ქალაქიდან, ჩვენი ქვეყნიდან და საბოლოო ჯამში რომ მივიდეთ სათავეში, ჩვენ ყველანი ერთი ნიშნით ვერთიანები, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს. და ჩვენი კარგი ან ცუდი საქციელით ადამიანის შესახებ წარმოდგენას უქმნით, ესე იგი. და სწორედ ეს ადამიანი დაეცა, ადამიანი ჩავარდა, ცოდვაში ადამიანი დაისვარა, ადამიანის სული შეიბრალა, არა მარტო სული, არამედ სხეულიც და ესე იგი ადამიანს სჭირდებოდა ხსნელის მოვლინება. და საუკუნეთა მანძილზე ადამიანი ცდილობდა, რომ სიწმინდით ეცხოვრა, მაგრამ მაინც თითოეულისთვის 64 კარი იყო დახშული. ვერავინ ვერ ცხონდებოდა, როგორი რწმენითაც არ უნდა ეცხოვა, როგორი თავგანწირვითაც, როგორი სიყვარულითაც შეუძლებელი იყო ადამიანის გადარჩენა, რომ არა ღმერთის განკაცება და მისი ჩვენთვის ჯვარცმა. ახლა უბრალოდ ხო წარმოვიდგინოთ, ვინმე რომ ჩვენს გამო ჩვენი საჯელი იტვირთოს. აი მაგალითად შენ რო რაღაცა დააშავო, წარმოვიდგინე, რა ქვია სახელი? ამირან, აი შენ რო რაღაცა დააშავო და ვიღაც რომ მოვიდეს და თქვას რომ ამირანი კი არა, მე მივიღებ მაგ საჯელს ჩემს თავს. გამხელა მადლიერება გმართებს იმ ადამიანის მიმართ, რა. აი მაგალითად ქართველი ეს არის წმინდანი არის წმინდა გრიგოლ ფერაძე. პოლონეთში, ოსვენციმის ბანაკში, ერთ-ერთი ვერსიით მრავალშვილიანი მამის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში. ეს არქიმანდრიტი იყო, სასულიერო პირი იყო და თქვენ იცით, რომ აი ამ პერიოდში ებრაელებს რა დღეში აგდებდნენ და ებრაელი კაცი იყო, მრავალშვილიანი მამა და მის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში. ახლა წარმოიდგინეთ, თვითონ ის კაცი გაზის კამერაში შესვლა ნიშნავდა, რომ მოკვდა მის გამო. თვითონ ის კაცი, მისი შვილები, მისი შთამომავლები, განა მადლიერი არ იქნებიან? აი ამ კაცის აბა წარმოიდგინეთ, რომლის თავგანწირვამაც მამა გადაარჩინა და ქრისტეს თავგანწირვამ თითოეული ჩვენთაგანი გადაარჩინა. ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა. აბა ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოში აი ქრისტიანობა რომ არ ყოფილიყო, უბრალოდ დავაკვირდეთ, აი ყველაფერი ამითია გაჟღენთილი. ყველაფერი ამითია, აი გინდა მეცნიერება აიღე, გინდა ხელოვნება აიღე, გინდა ქართული სუფრა აიღე,
ქართული სუფრა რწმენის გარეშე დღეს ხო წარმოუდგენელი, ან რითი უნდა დაიწყოს ადგილგზელო და ან რითი უნდა დაამთავროს. ყველაფერი რაც არ უნდა იყოს, გინდა სიმღერა აიღე, გინდა ცეკვა აიღე, ყველაფერს თავისი ხელი დაატყო, თავისი ლაზათი, თავისი პეწი, თავისი ღირსება შეძინა ქრისტიანობა. აი ეს თქვენი სამოსის, თქვენი ესე იგი მოღვაწეობაც ეს არის გაგრძელება ჩვენი წინაპრების ცხოვრების. და ახლა 2025 წელია. 1925 წელი რო იყო, ჩვენ ამ ქვეყანაზე არ ვიყავით არც ერთი. მაგრამ ვინც იყო ამ ქვეყანაზე, ის ცდილობდა რომ ჩვენთვის საქართველოს უკეთესი მოეტანა ჩვენამდე. და ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ 2125 წელს რომ ჩვენ აღარ ვიქნებით, ჩვენი მომავალი თაობისთვის ჩვენი ქვეყანა უკეთესი რომ შევინარჩუნოთ. და ეს ყველაფერი კიდევ ქრისტიანობის გარეშე შეუძლებელი იქნება. პირიქით ადამიანი რაც უფრო დაშორდება ქრისტეს ნათელს, მით უფრო უამრავ ცოდვაში ჩავარდება და არამც თუ უკეთეს ვერ შეუქმნის თავის შთამომავლობას, იმასაც ვერ შეუნარჩუნებს რაც აქვს. ამიტომ აი ჩვენ ვიფიქროთ ამაზე, შემთხვევით არავინ არ მოევლინა ამ ქვეყანას. ყველას რაღაცა თავისი მისია აქვს, ყველას თავისი ჯარი აქვს საკითხავი. ნახეთ პატრიარქი როგორ ამბობს, შენი წილი საქართველოს შენ უნდა გადაარჩინო შენს თავში და შენს გარშემო. და შენ უნდა იყოს შიგნით მტკიცე. და მერე შენს გარშემო ისიც შენი წილი საქართველოს. შენ უნდა გადაარჩინო, შენ ამაზე უნდა იფიქრო. შენი წილი დიდგორი და ბასიანი შენ უნდა მოიგო, შენ უნდა გაიმარჯვო. ამას მაშინ გააკეთებ, როდესაც იქნები ღვთის ერთგული, როდესაც იქნები ადამიანის ერთგული, როდესაც იმ ღირსების ერთგული იქნები, რასაც ადამიანობა ჰქვია. და ადამიანმა საკუთარ თავში ეს ადამიანური ღირსება შეინარჩუნოს. და ეკლესიაც სწორედ ამას ასწავლის, რომ როგორ უნდა დარჩეს ადამიანი ადამიანად და როგორ არ უნდა მიემსგავსოს ის პირობისას. ის სასიხარულო უწყება, რაც მთავარანგელოზმა აუწყა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ის ჩვენთვისაც სასიხარულო გახდება უკვე. თუ არა და ჩვენ შეიძლება ამ უწყებიდან, ამ სიხარულიდან ვერაფერიც ვერ გავიგოთ, თუ ჩვენ ქრისტეს გზაზე არ ვიდგებით. ამიტომ აი ჩვენ შევთხოვოთ, ესე იგი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ის რაც შეიძლება ჩვენ უბრალოდ ინფორმაციულად ვიცოდეთ, ის ყველაფერი რომ ჩვენს გულს შეეხოს. ადამიანის გულს თუ შეეხება რაღაცას სიკეთე, შეუძლებელია რომ ამ გულმა არ საქმეს არ გადადგას ნაბიჯები ღმერთისაგან. და შენ თუ ერთ ნაბიჯს გადადგა ღვთისგან, ის უფრო მეტს გადმოდგამს შენს. და შენ ღირსეულ ადამიანად დარჩები შენს ქვეყანაში, შენს ქალაქში, შენს ოჯახში და დიდ საქმეს გაუკეთებ შენს მომავალ თაობას. ახლა თქვენ იცით, რომ არსებობს ესეთი შეთანხმება საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებასა და ქორეოგრაფიულ კავშირს შორის და სწორედ აი ამის საფუძველზე ტაძარში ძანდებით და ჩვენი უწმინდესი პატრიარქის სახელით, ესე იგი, თქვენ გადმოგეცემათ გორის სახალხო სანიმუშო ქორეოგრაფიულ ანსამბლ სამებას და მის ხელმძღვანელს ქორეოგრაფს ოსო გურგენაშვილს მისი დალოცვის სიგელი. ესე იგი და ძალიან ბევრი ბავშვები გყავთ, როგორც ჩანს და მე გისურვებთ, რომ კიდევ უფრო ბევრი ლამაზი სულითაც და ხორცითაც ლამაზი ბავშვები შემატოთ ჩვენს ქვეყანას, ესე იგი, როგორც თქვენი პირადი ოჯახიდან, ისე ჩვენი ქვეყნიდან, ესე იგი და მე მოგძალით, მე გისურვებთ, რომ ესე იგი თქვენი ქვეყანა ყოველთვის გესახელებინოთ. ეს ყოველთვის ხარების ხატია და ერთმა დალოცული და გახარებულები გამყოფოთ.
უფლის წყალობა და მადლი არ მოქლებოდეთ. ეგ ისეთი საქმეა, რასაც თქვენ აკეთებთ. მაგ საქმეში ჩანს ქართული სული. ეგ არის მათ ყველაზე მთავარი, ქართული სული ჩანს და ის ქართული ფესვები არასოდეს არ დაეკარგოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალ თაობას. იმ ფესვებს დაბრუნებოდეს. აი, როგორც გამოიყურებით ახლა, როგორი შემოსილებიც ხართ, რა ჯობია ეგრეთ სამოს, ესე იგი. ეს არის ჩვენი სამოსი, ეს არის ჩვენი ღირსებაც, ეს არის ჩვენი ისტორიაც, ჩვენი ტრადიციაც ეს არის. და აი მე გისურვებთ, რომ ქუჩაშიც შემოსილებს გევლოთ. ესე კი არა, შეიძლება იქ ყოველთვის ჩოხა ახალუხი არ გესწრათ და ესეთი სამოსი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამოსი იმისათვის შეიქმნა, რომ ადამიანის სისისვლე დაეფარა და არა იმისათვის, რომ ადამიანის სისისვლე წარმოეჩინა. ამიტომ ესეც ღირსებაა, რომ ადამიანი ყოველთვის მოკრძალებული იყოს. მერთმა მშვიდობის დილა გაგითანოთ. მადლობა ჩვენს ჩოხოსანთა საზოგადოებას, რომელთა მოწადინებითაც არაერთი კეთილი საქმე გაკეთებული. პატრიარქის ლოცვა-კურთხევა იფარავს ამ საზოგადოებას და რა თქმა უნდა მათი მოღვაწეობა და მათი მონდომება ძალიან დიდია, ესე იგი და ბევრი ქართული საქმე კეთდება. ზოგი რამ ნათლად ჩანს, ზოგი რამ არ ჩანს, იმიტომ არ ჩანს, რომ ქრისტიანის ესე იგი მისწრაფება არ არის თავისი გაკეთებული საქმეები წარმოაჩინოს და ზედაპირზე ამოიტანოს ააშკარავზე, მაგრამ არ არის დაფარული, რომელიც არ განცხადეს. ყველა ნაკეთები საქმე განცხადება და მერე ადამიანებიც ამას მიიღებენ და დააფასებენ. ბატონ იასონს, საყვარელ ბადრის დღესოს ულოცავთ დღევანდელ დღესასწაულს და ყველა მათ გვერდში მდგომ ჩოხოსანს, ესე იგი დაწყებული ბატონი ზვიადიდან და დამთავრებული თითოეული ჩოხოსანი. ღმერთი შეგვეწიროს, ჩვენთანაც ღმერთი.